ჩვენი გამოშვების სტუმარია გურიის სამოქალაქო ცენტრის წარმომადგენელი ნათია ვაშალომიძე. მოგესალმებით ქალბატონო ნათია და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბოლო 3 თვეა ჩვენ სტუმრებს ვიწვევთ სასაუბრო სტუდიაში იმ თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ბოლო 3 თვეა. აქტიურად მიმდინარეობს აქტიურ ფაზაშია მოკლედ აქციები, საპროტესტო ტალღა, ასევე ქვეყნის გარეთ იზოლაცია, ჩვენი ქვეყნის არაღიარება არჩევნების, მოკლედ საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. არ მგონია რომ ვინმეს კონდეს ვინმეს ვისი მხარდაჭერიც არ უნდა იყოს, კონდეს დადებითი და მოსაწონი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა. აქვე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ ადამიანების გამძლეობა და მადლობაც უნდა ვუთხრათ, რომლებიც ამდენი დღეა განუწყვეტლივ დგანან და ითხოვენ დემოკრატიის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. და აქვე ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ ზიამაღლობას და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც აუცილებლად გიერთებით და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სამართლის არარსებობა და თუ არ იქნება სამართალი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მშვიდობა, ეს მოწმობს ამდენი უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის არსებობაც ჩვენს საპატიმროებში. რა გითხრათ? სანამდე შეიძლება გააგრძელოს ქვეყანამ ამ რეჟიმში ცხოვრება და სანამდე შეიძლება ვთქვათ იდგნენ ქუჩაში და აპროტესტოდან დაბიანებდნენ და სანამ შეიძლება ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ვთქვათ არ რეაგირება არ გააკეთოს ამაზე. უკვე 3 თვეა. უკვე 3 თვეა რომ წარმატებით გრძელდება იგნორი, თუმცა არ მგონია რომ არის არც ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან ჩემი აზრით კარგ დღეში და თუ კი ისინი თამამად უსწორებენ თვალს საკუთარ თავს სარკეში, ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება ნებისმიერ სხვა სივრცეში, იმიტომ რომ სხვას რომ თავი დავანებოთ, სინდისი როდის გიმუხთლებს და უკან დაგებრუნდება, კაცმა არ იცის. გარდა ამისა, მე დიდი იმედი მაქვს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებით. ჩვენ ყველა დღე ვიგებთ სხვადასხვა ამბავს ჩვენი მოქალაქეებისადმი და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული კურსის მხარდასაჭერად გამოხატულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და მათი გაძლიერების იმედი მაქვს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. მათი ქმედება როდის იქნება უფრო მკაფიო და ხელშესახები, რომ ეს ვთქვათ იგრძნონ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვთქვათ მიიღონ ზომები და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რასაც ამდენი თვეა, 3 თვეა ითხოვს უკვე მოქალაქეების უმრავლესობა. არ ვიცი რა, მე უფრო ვერ გიპასუხებთ ამაზე, რას ნიშნავს მკაფიო. ერთადერთი ის ვიცი რომ ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს ევროპის ამდენ ქვეყანას არის ყველაზე მშვიდობის მოყარე ორგანიზაცია და ომს ევროკავშირისგან ჩვენ ვერ დაველოდებით და სხვა დემოკრატიული მეთოდით თუ რამე შეიძლება გამოიხატოს ყველა რთულდება. ამიტომ აი რეგიონებში რა ხდება ამ კუთხით მაინტერესებს თქვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ხართ და რა ხდება აი ყველა პროექტი თითქმის გაჩერებულია, ყველა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამას ამბობს. რა სიტუაციაშია დღეს სამოქალაქო სექტორი? როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ქმნის ახალ სააგენტო სიბს, რომელიც გრანტების გამცემი იქნება. ეს თავისთავად ცუდი პრეცედენტი არ არის, მაგრამ იმ ფონზე, როცა ვთქვათ, ებრძვი სამოქალაქო სექტორს და იღებ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? კი, ესე იგი, მე ფიქრობ, რომ ხალხი ნელ-ნელა იგრძნობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არარსებობის ტკივილს, იმიტომ რომ სიკეთეების ნაკლებობამ აღარ იქნება ის სიკეთეები ნელ-ნელა, რასაც ჩვენი ტიპის ორგანიზაციები აკეთებდნენ. უშუალოდ ჩვენი ორგანიზაცია გააჩერებულია, უკვე რამდენიმე თვეა აღარ მუშაობს.
და ჩვენ მუშაობდით ზუსტად იმ საკითხებზე, რომლებიც მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებდათ და ამას ჩვენ ვადგენდით მოქალაქეებისვე გამოკითხვით. მაგალითად, წინა წლებში ჩვენ ვცდილობდით, რომ გვემუშავა მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე, რომლის დამფინანსებელიც მათ შორის იყო USAID. კი ბატონო, და ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვეცადეთ კი არა, მოვამზადეთ სტრატეგია, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ძაღლების პრობლემა. ქალაქში დავითვალეთ ძაღლები და შევქვანით იმის პრეცედენტი, რომ ამისი გაკეთება შესაძლებელია და დანარჩენი წილი საქმე უკვე ბევრად ნამდვილად ბევრად და როცა ეხა მე მაგას იმიტომ გავუნებით, რომ დღე არ გავა, რომ არ გაიგო ადამიანი არ წუწუნებდეს, რომ ქუჩაში ამდენი ძაღლია, ზოგი ნაღლობს თვითონ ძაღლის უბედურებაზე, ზოგი ცავის უსაფრთხოებაზე. ეს გამოკითხვით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის გამოკითხვით იყო 4-ში პრობლემების და იყო ყველაზე მწვავე პრობლემა რეგიონში განსაკუთრებით, თუმცა ხომ გეუბნებით ამაზე სხვა არ იმუშავებს ხო? ამას აკეთებდა არასამთავრობო ორგანიზაციები და დანარჩენი საქმეებით, რომლის თქვათ კამპანია მიდის ახლა გაშავების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც ცენტრალურად, ასევე ადგილობრივ დონეზე. როგორ შეაფასებთ ამას და რა სიტყვებით ამასთან დაკავშირებით? რატო აკეთებენ ამას? სიმართლე გითხრათ, თავადაც იციან რა სიკეთეები მოუტანიან. ანუ ჩვენ გვაქვს გვინახავს ხო ინფორმაციები, რომ თითქმის ამ გადაწყვეტილების მიმღები პირების ნაწილი, რომლებიც ახლა სასათავეში არიან, დაკავშირებული არიან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის სოციასთან თანამშრომლობდნენ, მუშაობდნენ, იყვნენ მათი პროექტების მენეჯერები და ასე შემდეგ. მათი ბექგრაუნდი. კი, მათი გამოცდილება მოდის ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რასაც თავისთავად ახლავს გამოცდილება, ცოდნა, კვალიფიკაცია და ასე შემდეგ. კი ბატონო, და მათ ძალიან კარგად იციან, რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები. როგორც ჩანს, უბრალოდ ასე ახლა სჭირდებათ, რომ ხალხს დააჯერონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არიან მონსტრები და ისინი სიკეთეს არ აკეთებდნენ ქართველი ხალხისთვის, რაც სამწუხაროდ არის ნამდვილად ყოველი, იმიტომ რომ არ არსებობს სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები არ ეხმარებოდა სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტურიზმი, განათლება, არ არსებობს სფერო, რომელსაც ის არ ეხებოდა. აბა ვისი მედად არიან ახლა ხელისუფლებაში და ვისი მედად? ვერ გეტყვით, არ ვიცი, მე არ გამოვდგები ამ საქმის ასე ექსპერტად. ფაქტია, რომ უფრო აღმოსავლეთისკენ გვაქვს თანამშრომლობის გეზი, რასაც ნიუსებიდან ვიგებთ. თქვენი მოლოდინები რა არის იგივე აქციასთან დაკავშირებით და პროგნოზები მესმის ყველა ამბობს, რომ გრძელვადიან პროცესში ვართ შესული, მაგრამ ვთქვათ, მოდის უკვე ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყველა სტუმარი ამბობს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მივალთ და უკვე გაზაფხულზე ჩაინიშნება არჩევნები. ვერ გაუძლებს ამ ზეწოლას ქართული ოცნება როგორც შიგნით, ასევე გარეთ. თქვენი პროგნოზი რა არის და დავასრულოთ. ერთადერთი რაც მე ვიცი არის რომ ან ახლა ვიბრძვით ყველა ერთად და ვიბრუნებთ დემოკრატიას, ან ამას ვეღარ ვაკეთებთ და ის ბრუნდება, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ბაბუები, მე თუ არა, ჩემ შვილიშვილს მოესწრება. ანუ უკვე შვილიშვილების საიმედოდაც ვეღარ ვიტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ ახლა არის ბოლო შესაძლებლობა გამოფხიზლების. მე ამდენჯერ რო ვახსენე დემოკრატია, მგონია რომ ეს არის ერთადერთი ფორმა ამ დროისთვის, რაც გულისხმობს ადამიანების ინტერესების წინ წამოწევას და ყველა ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ახლა შევტრფით და გგონია რომ არის ბევრად უკეთესი, არის დემოკრატიულ პრინციპზე აგებული და ერთადერთი გამოსავალი არის რომ ხალხს დავუბრუნოთ ძალა და დავუბრუნოთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება თავისი თემის სასიკეთოდ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნაციას სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გურიის სამოქალაქო ცენტრის წარმომადგენელი ნათია ვაშალო.